დღევანდელ დღეს ლექტორები მოვედით იმიტომ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან, რომ ჩვენ არ გონია ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინება, რაც მოხდა ახლა, ძალიან არასწორი, არასასიამოვნო, იმიტომ რომ სტუდენტებს ყოველთვის აქვთ უფლება იმისა, რომ გამოხატონ პროტესტი და საკუთარი ადმინისტრაცია არ უნდა დევნისდეს მათ, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არაა მხოლოდ კერა, სადაც ცოდნა გადაეცემათ სტუდენტებს და მხოლოდ იმიტომ არ არის უნივერსიტეტი, რომ ისინი დიპლომირებული სპეციალისტები გახდნენ მომავალში. აქ მთავარი ღირებულებები რაც არის, ეს არის აკადემიური თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და შესაბამისად მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შენარჩუნდეს და უნივერსიტეტებზე გალაშქრება ეს არ არის მხოლოდ პირველი მცდელობა. ჩვენ ნახეთ, როგორ ინიშნებიან რექტორები და არა ირჩევიან რექტორები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ იმის რისკს, რომ ეს პროცესები გაგრძელდება. მე როგორც ლექტორი სტუდენტების გვერდით ვარ, ბუნებრივია და მე მგონია, რომ უნივერსიტეტი არის სტუდენტების და სტუდენტების გარეშე უნივერსიტეტის ფუნქცია არ აქვს უბრალოდ, ამიტომ მგონია, რომ ყველა ლექტორი, ყველა სტუდენტი უნდა იყოს ასეთ დროს იმ ადამიანების გვერდით, ვისაც გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდათ ამა თუ იმ ფორმით და ამას გარდა სტუდენტის სტატუსიც გაუქმდათ. ხო, მგონია, რომ ყველა სტუდენტის და ყველა ლექტორის მოვალეობა არის, რომ ახლა გვერდში დაუდგეს იმ ადამიანებს, ვისაც ezღუდებათ ეს უფლება. ჩვენ ვითხოვთ ეთიკის საბჭოთან შეხვედრას, რადგანაც პირველ რიგში გავარკვევით რა საფუძველზე და რა ლოგიკით და არგუმენტაციით მოხდა სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტა და ეს მგონი ყველა ლექტორის, პროფესორის და აკადემიურ საზოგადოებაში, აკადემიურ სივრცეში ჩართული ადამიანის მოვალეობაა, რომ დღეს ამაზე ხმა აიმაღლოს და ელემენტარული მოითხოვოს მაინც ინფორმაცია თუ რა არის ის არგუმენტაცია, რასაც ისინი იშველიებენ სტუდენტების მიმართ ესეთი პირდაპირ ვთქვათ ძალადობრივი აქტის განხორციელებისას. ძალიან კარგად ვიცნობ კანონებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება სტუდენტს შეუწყდეს სტატუსი, ეს გარიცხვის ტოლფასი არის და აქედან გამომდინარე მართლა მაინტერესებს რომელი მუხლის წესდების, რომელი მუხლის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, არ მჯერა, რომ რა სახის არგუმენტიც უნდა მივიღო, ეს იქნება ჩემთვის დამაჯერებელი, მაგრამ მართლა მაინტერესებს რა სიტყვიან ეს ადამიანები. მე როგორც საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენელი, როგორც ყოფილი დეკანი ვაცხადებ, რომ აი ასეთი მეთოდებით სტუდენტების წინააღმდეგ ბრძოლა არათუ დაუშვებელია, უბრალოდ უკანონოა.